დღეს ქალაქის მერმა დავით ჯიქიამ და მერის მოადგილე დავით ხირტლაძემ ყაზბეგის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს. აღნიშნულ მის სამარზე გზის ზედაპირის კეთილმოწყობის სამუშაოებს კომპანია გზატკეცილი პლუსი ახორციელებს. ამ ეტაპზე ასფალტის საფარი 340 მეტრის სიგრძის მონაკვეთია დაგებული. სამუშაოები ეტაპობრივად შიდა კომუნიკაციების მოწესრიგების პარალელურად მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში დასრულდება. დღევანდელი მოცემულობა სადღაც 3000-მდე კვადრატი დაგებულია. დანარჩენი პროცესი გრძელდება, ანუ რუსთავის წყალიც მუშაობს და ავტომატურ რეჟიმში მიყვება გამარჯვებული კომპანია. სადღაც თვის ბოლოსკენ უკვე დასრულებული იქნება რეაბილიტაცია და ან შეიძლება თამამად ითქვას, რომ ბოლო 15 წლის 20 წლის განმავლობაში აქ იყო ფაქტურად გზა არც არ არსებობდა და ანუ ამ უბანს ექნება ნორმალური გზა თავისი ნორმალური წყლის სისტემით. ყაზბეგის ქუჩაზე ვიმყოფებით. 2/3 სამუშაო თლიანი მოცულობისა, რომელიც არის 7080 კვადრატული მეტრი, გაკეთებული გვაქვს დღეს მოვრჩებით. შემდეგში უკვე წლის შესვლა მიმდინარეობს და როცა მოვრჩებიან უკვე გავაგრძელებთ. სულ მცირე 30 წელი ამ ქუჩაზე არაფერი გაკეთებულა და მართალი გითხრათ, რომ დაიწყო თავიდან მილების შეცვლა, მე თქვი მაგით შემოიფარგლებოდნენ. არანაირი იმედი არ მქონდა, რომ აქ ეს მე რამე გაკეთდებოდა. რა თქმა უნდა, კმაყოფილები ვართ.